ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს მეფე გიორგი პირველი. ასწლეულების განმავლობაში ბიზანტიის სამეფო კარი ქართველ მეფეებსა და მთავრებს სხვადასხვა მაღალი ტიტულით აჯილდოვებდა. ისინი ხშირად კურაპალატის, მაგისტროსის, ნოველისის და სევასტოსის წოდებას ატარებდნენ. ერთი შეხედვით, ეს ყოველივე დიდ პატივად ითვლებოდა. ამ ტიტულების მიღებით მეფეები თითქოს იმპერიის მეგობრებად და მოკავშირეებად ცხადდებოდნენ. თუმცა სინამდვილეში ეს ბიზანტიის პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოსაც, იდეოლოგიურად აკავშირებდა კონსტანტინოპოლის სამეფო კართან. ქართველი მეფეებიც იმპერატორის ძალაუფლების ჩრდილში ექცეოდნენ. თუმცა მე-11 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა მეფე, რომელმაც ეს ტრადიცია დაარღვია. პირველი ქართველი მონარქი, რომელმაც ბიზანტიურ ტიტულებზე შეგნებულად თქვა უარი და თავი იმპერატორის თანასწორად გამოაცხადა, იყო საქართველოს მეფე გიორგი პირველი. ახოვანი და ყოვლი თურთუშიში ვითართ საუხორცო. ასე აღწერს მემატიანე ქართველ ხელმწიფეს, რომლის მთელი ცხოვრება ბიზანტიასთან დაუსრულებელ ბრძოლად იქცა, ბრძოლა დაკარგული მიწების დასაბრუნებლად. როგორც წინა გადაცემაში გიამბეთ, მე-10 საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერიაში დაწყებული შიდა არეულობის დროს ქართველთა ლაშქარმა თორნიკე ერისთავის სარდლობით გადამწყვეტი როლი შეასრულა. ქართველებმა წარმატებით ჩაახშეს აჯანყება და ამით ახალგაზრდა იმპერატორ ბასილი მეორეს ტახტი შეუნარჩუნდა. დახმარების სანაცვლოდ ბიზანტიამ ტაო-კლარჯეთის მეფეს დავით მესამე კურაპალატს ვანის ტბის მიმდებარე მიწები გადასცა, ტერიტორიები, სადაც ისტორიულად ქართველები ცხოვრობდნენ. რამდენიმე წელიწადში ქართულ სამეფოსა და ბიზანტიას შორის მეგობრობა მტრობაში გადაიზარდა. დავითის გარდაცვალების შემდეგ ბასილი კეისრის ლეგიონები ტაო-კლარჯეთის სამფლობელოებში შეიჭრნენ და რეგიონი იმპერიის შემადგენლობაში მოაქციეს. დაპყრობილ ტერიტორიაზე ახალი ადმინისტრაციული წყობა დამკვიდრდა. შეიქმნა იბერიის თემი, ხოლო ადგილობრივი ფეოდალები ბერძენი მოხელეებით ჩანაცვლდნენ. დავით კურაპალატის მემკვიდრე ბაგრატ მესამე იმ პერიოდში საქართველოს გაერთიანების პროცესში იყო ჩართული და ბიზანტიასთან დაპირისპირების რესურსი არ გააჩნდა. ამ ვითარებაში საქართველოს სამხრეთ მიწები დროებით ბიზანტიის ხელში აღმოჩნდა. 1014 წლის მაისში გარდაიცვალა ერთიანი ფეოდალური საქართველოს დამფუძნებელი მეფე ბაგრატ მესამე. რამდენიმე დღეში მისივე აგებულ ბაგრატის ტაძარში ტახტზე ავიდა მისი ძე უფლისწული გიორგი. ახალი მეფის კორონაციისთანავე ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებმა ერთიან საქართველოს კახეთ-ჰერეთი ჩამოაცილეს და იქ ადგილობრივი მმართველობა აღადგინეს. სამეფო კარმა, როგორც ჩანს, აღარ დაამძიმა შინა პოლიტიკური ვითარება, ძმათამკვლელი ომი თავიდან აირიდა და მოლაპარაკებების გამართვა დაიწყო. მეფეს თავისი სამხედრო რესურსი სხვა, უფრო დიდი მიზნისთვის ესაჭიროებოდა. მთავარი ამოცანა იმ ტერიტორიის დაბრუნება იყო, რომელიც ბიზანტიის იმპერიამ დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ მიითვისა. გიორგიმ მთელი საქართველოს ძალების შეკრიბა და ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ მიმართა. ქართული მხედრობა ყოფილი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებზე შეიჭრა. მოკლე დროში დაიკავა ყველა სტრატეგიული ქალაქი და ციხე-სიმაგრე. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს იქ მდგარი ბიზანტიური არმია და გარნიზონები. ტაო-კლარჯეთი კვლავ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში მოექცა. ეს იყო პირველი სერიოზული მცდელობა მე-11 საუკუნის დასაწყისში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისა და ქვეყნის ისტორიული მთლიანობის აღსადგენად. იმ დროს, როცა ქართველები ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებს ათავისუფლებდნენ, დასავლეთით ბასილი მეორე ბულგარეთის წინააღმდეგ გააფთრებულ ომში იყო ჩაბმული. იმპერატორს უკვე მრავალწლიანი პოლიტიკური და სამხედრო გამოცდილება ჰქონდა მოხვეჭილი. მისი მმართველობის 4 წლეულის განმავლობაში ბიზანტიამ მრავალი ომი გადაიტანა. იმპერატორიც განსაკუთრებული სიმკაცრითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა. 1014 წლის ზაფხულში ბიზანტიურმა არმიამ ბულგარეთის წინააღმდეგ ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ამ წარმატებამ ფაქტობრივად გადაწყვიტა ბალკანეთის სახელმწიფოების ბედი და ბასილი კეისარი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტრატეგი იმ ეპოქაში. ბიზანტიურმა წყაროებმა შემოგვინახეს ცნობები იმ საშინელ სასჯელზე, რომელიც იმპერატორმა ტყვედ-აყვანილ მტერს მიუსაჯა. დაახლოებით 15,000 ბულგარ მეომარს თვალები დათხარეს, ხოლო ყოველ მეასე უსინათლოს სათავეში ჩაუყენეს მექსური, ერთი თვალით დარჩენილი მეომარი, რომელსაც დანარჩენების სამშობლოში უნდა დაებრუნებინა. დაბრმავებული ჯარის დანახვამ ბულგარეთის მეფე სამუელი იმდენად შეძრა, რომ მალევე გარდაიცვალა. ამ სისასტიკის გამო ბასილი მეორე ისტორიაში შევიდა როგორც ბულგართ მუსვლელი. 1019 წლის დასაწყისში ბიზანტიურმა არმიამ საბოლოოდ მოახერხა ბულგარეთის სახელმწიფოს სრულად დამორჩილება. ბასილი მეორე ტრიუმფით შევიდა სატახტო ქალაქში. ამით დასრულდა ბულგარეთის სამეფოს დამოუკიდებელი არსებობა, ხოლო ბიზანტიის გავლენა მთელ ნახევარკუნძულზე გამყარდა. დასავლეთ ფრონტზე მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ბასილი კეისარმა ყურადღება აღმოსავლეთის საზღვრებზე მიმართა. ამ დროისთვის საქართველოს მეფე გიორგი პირველი სრულად აკონტროლებდა ტაო-კლარჯეთის ძველ სამფლობელოებს, ხოლო სამხედრო წარმატებების შედეგად საკუთარ ხელისუფლებას სომხური ტერიტორიების ნაწილით შემოუერთა. მთლიანობაში ვანის ტბამდე მდებარე მიწები ქართველთა ხელში აღმოჩნდა. ბულგარეთში გამარჯვების შემდეგ ბასილი მეორემ ქართველ მეფეს ოფიციალურად მოსთხოვა დაპყრობილი ტერიტორიების დატოვება და ომამდელი საზღვრების აღდგენა. გიორგიმ ბუნებრივია იმპერატორის მოთხოვნა არ მიიღო. სანამ ბიზანტიის არმია ბალკანეთში იბრძოდა, ქართულმა მხარემ დრო უშედეგოდ არ დაკარგა. ქვეყანა საომრად მოემზადა, სამხრეთის ციხესიმაგრეები საალყოდ გამაგრდა, კახეთ-ჰერეთთან ურთიერთობა დალაგდა და მათი სამხედრო ძალა სამეფო კარს დაექვემდებარა. მეფე გიორგიმ მთელი ახლო აღმოსავლეთი ქართველი მსტოვრებითა და ელჩებით გაავსო, რათა შეექმნა ფართო ანტიბიზანტიური კოალიცია. ქართული და ბიზანტიური არმიები გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. სულ მალე ახალგაზრდა ქართველი მეფე გიორგი პირველი უნდა შეხვედროდა ბიზანტიის გამოცდილ იმპერატორ ბასილი მეორეს. როგორ განვითარდა ეს დაპირისპირება და რა შედეგი მოჰყვა მას, ამას უკვე მომდევნო გადაცემაში განვიხილავთ.